სოლიდარობას უცხადებ ზვიად ცეცხლაძეს და არა მარტო ზვიად ცეცხლაძეს. მე ზვიად ცეცხლაძის ორივე ხობეს ვისროლ და როგორ ხულოდან არიან კარგი ადამიანები და ზვიად ცეცხლაძე უნიტიერესი ბიჭია. რა დარიგება მისგან 6 წლის თუ 9 წლის შემდეგ რომ გამოვა ციხიდან. უბრალოდ თქვენ გიგიხებით მეგობრებო დადგება მისგან ამ უნიტიერესი ფენომენალური იმითი აგილდებული ნიტით ახალგაზრდას დააპატიმრებდა შეაგდებს ციხეში. მე მეგობრებო მასალების შემდეგ მოუწოდებ კიდევ იმ ახალგაზრდებს რომლებიც ეხლა სახლებში ზიან. ჩვენ შვილებს ჩვენ მომავალ თაობას თავხმას უტეხავენ. ჩვენ ჟურნალისტებს ჩვენ მილიცია კი არ გვიცავთ ჟურნალისტები გვიცავთ. თალებს უკრიდან ებაღებიან და მიწას არ ტკბებენ. ტექსტურ ტკბებენ. გონება და გარქულ ახალგაზრდა კაცს დედას აგინებენ. რომელი ნორმალური ადამიანი დაიჭირება ეხლა სახლში. ჩვენ მეგობრებო ახალ ძელსაც აქ უნდა გამოვიდეთ. კიდე ბებიების და ბაბუების 50 წელს ზევით გადაცილებულ ადამიანებს უნდა მოუწოდო. თქვენ მეგობრებო თუ გინდა 80 წლის იყოთ აჯანული დიალექტით უნდა თქვა საკუთარ დახებით უნდა დაადგეთ. ეს საქართველოს ისტორია აკიწერება მეგობრებო. ეს ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი სტუდენტები წერენ აი ამ ისტორიას და ამათ უნდა დაუდგეთ გვერდში. გინდა მასაებელი იყოს გინდა მუშა იყოს და ნებისმიერი ვინც გინდა ის არ იყოს. ეს ახალგაზრდები ჩვენი ოქროს ფონდია და ჩვენი სიამაყეა. მაგრამ ერთი რამ უნდა ავნიშნოთ. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი დამნაშავეები ვართ რომ თავის დროზე უნდა გამოგვეთქვა პროტესტი. მაშინ როდესაც გამგებელს გვინიშნავდნენ არ გვეკითხებოდნენ. მინისტრს გვინიშნავდნენ არ გვეკითხებოდნენ. პრემიერს გვიკითხავდნენ არ გვინიშნავდნენ არ გვეკითხებოდნენ და მივიყვანეთ იმ დონემდე რომ თლად თიბეთი გაისვეს ყველაფერი. და მე ესეც აღარ იკმარეს და ოროსანი პრეზიდენტი დაგვინიშნეს მეგობრებო. სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ოროსანი პრეზიდენტი დაგვინიშნეს რომელიც ორ წინადადებას ვერ გადააღებავს. გინება კარგი იცის კაცო სარსარგულიანი და ქალებს შეურაცხყოფას აკენებს ძალადობს ქალებზე პარლამენტში. ახალგაზრდა კაცი რაიჭირეს ქუჩაში იგინებოდა. პრეზიდენტი პარლამენტში იგინება დედაზე და ხალხს აკინებს. აი ამას ვერ ხედავთ მთავრობა. მეგობრებო ჩვენ ეგრეთ წოდებულ მთავრობას უნდა მივმართო. თქვენ ვერ გაიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ იმიტომ გავიმარჯვებთ რომ ეს გულანთებული ახალგაზრდები ყოლსა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ესენი არიან ანჩუხელიძეები თანამედროვე მაკაშვილები სააკაძეები დავთავაძეები და ზუსტად მათი სულები გადმოგზახის დაისავის მიწაწყალი დაისავის სამთავრო ჩვენ გვიღები ხართ ჩვენოთაობა ახალგაზრდებო სტუდენტებო მე თქვენ გვერდი ვიქნები. ჩვენ აი ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას უნდა მივმართო. ჩვენ რუსები არ ახართ ყოლად გაბრალებელ რუსებად. ჩვენ თემურლენგები და მურვანკრუები ხართ. ყრუ ქართველებმა შეარქვეს მურვანს ჩვენ ჯერზე კარგად იცით. სომხებმა ბლუს შეარქვეს. ჩვენ ორივე ერთად ყრუები და ბლუები ხართ. რომ არ გესმის აი ამ ხალხის შემოსახილი. ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება ახლოსაა. ჩვენი დღეები დათვლილია მეგობრებო ძალიან დათვლილია. პოლიციელებს ვიმართავ მე მეამაყებოდა პოლიცია მეგობრებო. მეამაყებოდა მაგრამ ესეც უნდა ვთქვა არ უნდა მეთქვა. მე ლაიფლასის სკოლაში მუშაობდი 93 წლის პერიოდში ივნისში მაშინ როდესაც არეული ხანა იყო ჩემი ოჯახი დააკაჩაღეს. 10 წელი 20 წუთი ივნისის შებინდებული არ იყო 7 მასკიანი კაჩაღი დაგვადგა თავს. არც არაფერი ფული არ ქონდა და არც ისეთი ძლიერი ოჯახი. ხალი დაიჭერა ბოლქვაზის კალიფკავს ბევრი სოციალ მუშაში ტყვია მოხდა და უკან გავალ და
რომ ჩავიყვანეს საავადმყოფოში, ბევრმა იცით, რიხაურის გადასახურდა კანარეი გაიძო. გაგვაჩერა თავისთავად და უთხარი კარი დაჭერილი და მიყვა საავადმყოფოში და წამაზის დადმირთული მილიცია მაშინდელი ნახევარ-საათი რაიდურში ამოვიდა. მეგობრებო, თქვენ 93 წლის მილიციის პრესტიჟი იმის ნახევარის მესამედი საკარ გაქვთ. მოგიწოდეთ, გულს მოვიგეთ, ეს ხალხი გაიმარჯვოს და გაბელეთ და დადეკილ ხალხის მხარეს. ეხლა მეგობრებო, შეიძლება შემეშალოს ძალიან ემოციური გამოსვლა მქონდა ისე ხუთიანი მაკაბლექსისა 73 წელში მასწავლე სკოლაში. ისე სპარგალკას მაგოროსან მოსწავლესავით, მაგრამ არ უნდა გავუიყენო თუ შემეშალა მეგობრებო. ცოტა ფილოლოგი ვარ, ძველი ფილოლოგი და იუმორი მქვეია. ეს არის აკაკი წერეთლის თქვენი პირიდე. ამ დროს მოვესწარ ეს თქვენი კიდივე შემეშალა ისე რომ წავიკითხო ხომ კარგი იქნება პატიმას წვალებას ისე ზეპირად ვიცი და შესულენდობა სახალხოზე საუგითხავ მაგრამ გურდავინახა ვიღაცამ ფანარი დამანათდა ამ დღეს ველოდი მოვესწარ ვიცი აღარ სტიმე ახალგაზრდებო აწკით თქვენ გამოდით თქვენი ტირიმბე